საოცარი ფრაზები აქვს შეტანილი, რომ ეგვიპტელებსა და კოლხების ნათესაობაზე, ფარაონებზეა საუბარი. ალბათ მართლაც რა სასწაული იქნებოდა რა, ხა ეს კავშირი რო იყოს, იმიტომ მზის შვილები არიან ხო? რას შვილები არიან? მზის შვილები, როგორც ასეთი, თქვენ მოგეხსენებათ, რომ თვითონ ჰელიოსის ვაჟიშვილი გახდა დაიეტი. თქმა უნდა. ისი და პასიფაე არის კრეტის მინოსის მეუღლე. ასე რომ კავშირები ძალიან ბევრია. მეორე და კირკე უკვე რომულუსის დედა არის, იტალიის რომის დამარსებლის დედა არის, ასე რომ ვთქვათ, მისი მამა ხოდისევსია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ესე იგი, საოცრება ეს ყველაფერი ერთად რო აიღო, ეს ყველაფერი ვიღებთ საოცარ რაღაც სურათს. ფაქტობრივად ჩვენი წარმომავლობის უღრმესი საფუძვლები იღებს სათავეს სადღაც ალბათ ღვთაებებისგან და ღმერთებისგან. მაგრამ აი რეალურად აი ხა ამისთვის ეს პოპულარიზაციას ერთია, მაგრამ ეს კონფერენციის ჩატარება, ალბათ ყოველ სიმპოზიუმის ჩატარება ალბათ აუცილებელი იქნებოდა არა მარტო აქ. აი მართლებით პირდაპირ კონტაქტებით უკვე თქვენთან გარდა იმისა, რომ თქვა მიწერმოწერა თქვა აი ამერიკელ მეცნიერებთან ისინი ძალიან აინტერესებული არიან სწორედ აი ქართული ჩვენ მხოლოდ მიმოწერა გვაქვს ამერიკელებთან და თვითონ ჰერბერტ ძევიშის ვაჟიშვილი ავსტრიაში ცხოვრობს ჰერმან ძევიში თვითონ ვერ ჩამოვიდა თორემ მისი წარმომადგენელი ჩვენ შეხვდა შარშან 22 მარტს არ შეიძლება თქვა იგივე მეცნიერებათა აკადემიის ეგიდით გაკეთებულიყო რაღაც ეს ჩვენ მისეული ვართ ავსტრიაში მხოლოდ პრობლემა არის იმასთან დაკავშირებით საერთო არ არის ჩვენთან საქართველოში და რა პრობლემაა ვერ გავედით საქართველოსთან ცოტა მეგობრებო ძალიან გთხოვთ ყურად იღეთ ეს არ შეიძლება სერიოზულად პრინციპში ნიშნავს იმას რომ შეიძლება სერიოზულად ვერ არიქვავენ რაღაცა და მე მგონი ძალიან სერიოზული საკითხია რაც საქართველოში ხო როგორ შეიძლება ვერ გახვედით ნუ არ ვიცი სხვა ყველაზე კარგად ამ შემთხვევაში მე მოგახსენეთ ესენი რომელიც ამ საქმეში ჩაწვდნენ ბატონი თამაზ გამყრელიძე და ბატონის მაგორდეზიანი მე როგორც მახსოვს ეს თეორია გადატრიალებაა და თქვენ შესაძლებლად გასახნიათ ჩვენ პირად საუბარში აღნიშნა რომ ეს გადატრიალება არისო და ჩვენ გავეხუმრეთ ისე რომ თქვათ განმოვლება რატომ არ არის აი გადატრიალება განმოტრიალება ახალი აქ სიახლე რომ ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე და შავი ზღვის სანაპიროებზე ცხოვრობდნენ ქართველური ტომები სიახლე ამასთან დაკავშირებით არ არის იმიტომ რომ ჰუმბოლდტმა პირველად გამოთქვა მე კრეჩმერმა შახერ მეიერმა ჩვენი ქართველი მეცნიერი სიმონ ჯანაშიას აქვს სიმონ ყაუჩიშვილის გამოთქმული ეს ნათესაობა წინაბერძნულსა და ქართველურ ტომებს შორის კავკასიურ ტომებს შორის აკაკი ურუშაძე ეს არის თქვენ მეგობრებო ძალიან დიდ პატივს ამადამს იმ თვალსაზრისით რომ მან ბევრი რამე თავის წიგნში მოგცა გამზადებული აი კონკრეტულად რა შეიძლება კორიდანტებთან დაკავშირებით ანუ ეს დამწერლობა იქონდა თუ არა პროტოქართველებს კოლხებს დამწერლობა ეს ინფორმაცია მან შეკრიბა ეს არის ბერძნულში სიტყვა დამწერლობის ხრისოგრაფიით იწოდება ოქრო დამწერლობა არის ბერძნულში და აქვე კიდევ ხდება სიტყვა ბერძნულში ჩვენ ფიქრობთ რომ ნასესხები არის ქართველური ენიდან კირბის ეს არის მაგარ მასალას ნიშნავს სადაც უნდა დაიწეროს ტექსტი ეს არის თიხა მერსველ თიხაზე ხდება ოქროს ყალიბით დაბეჭდა და მერე გამოწვა აი ეს ხელოვნება მხოლოდ კოლხეთში იყო როგორც ხარასპერგამონელი ამბობს ეს არის კოლხეთის კოლხური ხელოვნება ოქროს მეშვეობით როგორ შეიძლება დაიწეროს ტექსტი ზოგიერთი ფიქრობს რომ ამ ტექნოლოგიის წასაღებად ხوار ჩამოვიდნენ ბერძნები ზოგიერთ კვლევარს მიაჩნია არა ესეც არ დადასტურდა მაინც და მაინც რომ იოლკოსი და რომ გამოვიდა იასონი შესაძლებელი ეს პელაზგი იყო და ჩვენი ერთ-ერთი შტო ეს თესალიაში ქართული ტომები რომ სახლობდნენ მითოლოგიის მიხედვით არ არის სიახლე ამ მითოლოგიაში ეს ჩანს კი ძალიან ბევრი ინფორმაცია არის შენახული მითოლოგიაში და საერთოდ ეს დაწვრილებით ვინც დაინტერესებულია აკაკი ურუშაძის შრომებს რო გაეცნობიან აქ რამე ფანტაზია ან საოცრება არ არის რეალურად ეს გამოკვლევია შედეგი და აი რა მოხდა მე ეს მაინც უყურდეს უსახურო შეკითხვის მე კი არ ვამბობ იმპერიული ზრახები კი არ მომოძრაობ რა მოხდა რატომ მოხდა ამ კულტურის რაღაცნაირად გადასვლა თქვათ თითქოს მეორე პლანზე თქვათ და მოდის უკვე სხვა აქაური კულტურა თქვათ ბერძნული რა სამყარო რა თქო რაღაცა გარკვეული მისია მასში ასრულა როგორც მოგეხსენებათ ბერძნები
არქეოლოგიური მასალის მიხედვით ჩავიდნენ კრეტაზე მე-15 საუკუნეში დაიპყრეს. ხო. კნოსოსის გარდა ყველა ადგილი დაიკავეს. ეს კნოსოსი იყო სამეფო რეზიდენცია და გარდა მაგისა მეგონი რიტუალების სასახლის თავდაპირველად ის არის რაღაც უცნაურად ძალიან ტაძარია და ტაძარი გადააკეთეს ეს ტაძარი ბერძნებმა თავიანთ გემოვნებაზე, მაგრამ აქ არის განსაკუთრებით ის აღსანიშნი, რომ რა მოხდა. ბერძნებმა უკვე თავიანთი კულტურა შექმნეს და ის ძველი კულტურა, რომელიც არის პელაზგური, დაიკარგა, გადავიდა სხვა ფორმაში. ტრანსფორმაცია განსალა. ჩვენ გვაქვს არქეოლოგიური მასალა, რომელიც ძალიან ლამაზი კერამიკა არის იქ შენახული კრეტაზე, მიკენსა და იმას შორის კრეტის კერამიკას შორის ძალიან დიდი განსხვავება. დღეს უკვე ჩანს, რომ კრეტა მიკენი ერთდაიგივე არ არის, ერთი ცივილიზაცია. აერთიანებენ ამას და ყოველთვის ახლა უკვე მეცნიერები ფიქრობენ, რომ ეს სხვადასხვა რამეა. მიკენი უფრო გვიანი შეიქმნა და მიკენური ბერძნული მოგახსენეთ, რომ დამწერლობა მაშინ შექმნეს. სწორედ ახაზოვანიდან, ესე იგი აიღეს კულტურა ბერძნებმა მთლიანად კრეტიდან. ამასაც არქეოლოგიური მასალა გვიდასტურებს. დამწერლობაზე მოგახსენეთ. ძალიან ცნობილი მკვლევარი ჯონ ჩედვიგი ეს იყო პარტნიორი მაიკლ ვენტრისისა, რომელმაც გაშიფრა ხაზოვანი, ის აცხადებს ერთ-ერთ თავის წიგნში, ეს არის მიკენური სამყარო, რომ ბერძნებს არანაირი დიდი როლი არ შეუსრულებიათ მსოფლიო ცივილიზაციის განვითარებაში. არ მაწყევთ ხა ბერძნებს არ ვკიდე ჩვენი მეფეები. თვითონ ამბობ. ასე ის დიახ, ჩვენ არ ვამბობთ, მხოლოდ ეს ბერძნული ენა იყო თვითონ კონტინენტურ საბერძნეთში განვითარებული. მას დახვდა კულტურული ერი. ასე განაცხადა თავის შრომაში. ავტორიტეტია ეს. ჯონ ჩედვიგი. და აქვე აქვს ძალიან საინტერესო რომ ნათქვამი რომ რაც აღმოჩენილია კრეტაზე დამწერლობები არც ერთი არ არის ბერძნულ ენაზე შესრულებული. თუმცა მაგ დროს არ ქონდა შტაბიშვილება რომ რა ენაზე უნდა წავიკითხოთ. მან არ იცოდებოდა თუ არსებობს ესეთი ენა კოლხური ენა მეგრული თუნას ლაზური და ასე შემდეგ ყველაფერი ერთად აღებული. და სალამ ჩვენ დავასრულებთ მე აი მაქვე ესეთი ცდუნება რომ კიდევ ახალ გთხოვოთ წაიკითხოთ ეს გენიალური ტექსტი ქართულად. არა თუ შესაძლებელია ორიგინალს წაიკითხოთ და მე კიდევ და მე მინდა რომ ჩვენ საზოგადოება მიცოდეს როგორ ჟღერს იგი ორიგინალშიც და ქართულად. Aia bâșăpă maici, urciupunem când căparci, aia bâșăpi neșcari maici pero, pârchia că gaur gana când gaur când pero, chiaș răcăpăruo, țișmailo garpune câno, chiaș cărăpăruo, râcio, urciupune când păruo, chiaș cărăpăruo, ucușmailo garpune câno, șchipai aiaș răpăruo, tuta umai, Nekauporuo, nekiaku irganaporuo, hudukunu, purtsakunu, chotamaporuo, skarjujul, tisalun jipurta pagashmachupero, tisa, nshruskali, turnenao, tigapaenku, husht anjige pagaritu, tisatun negatun, nurskakunu, asht anjuluge, tisanjulu, chvihunjulu, husht anji, makunikuo, chopayorone nana, Maçol hinci, gauhan neopapal hinci, mayanlı kını, ta akiya